როგორ გამოიყურებოდნენ ქართველი კრიმინალი კაცები საუკუნის წინ. დააკვირდით ამ კაცს, ეს 35 წლის ლევან აბდუშელიშვილია, ქუთაისის გუბერნიის აზნაური. მან თბილისის სახელოსნო სასწავლებელი დაამთავრა. სიმაღლეში 1 მეტრი და 78 სანტიმეტრი იყო, სრული ტანის. როგორც თავად ჟანდარმი იუწყება, ორმაგი ღაბაბის მქონე კაცი. ლევანი არც გაჭირვებულია და არც სისტემისაგან გარიყული პირიქით, ის ბაქოში ცხოვრობს და წარმატებული საქმიანობა აქვს, ღვინით ვაჭრობს. მეტიც მისი ცოლი ბალტისპირელი არისტოკრატი ვერა ტიზენჰაუზენია. მაშინ რატომ ზის ეს ირონიული მზერის მქონე, შეძლებული ღვინის მაგნატი პოლიციის სარდაფში? 1907 წლის 25 იანვარს შევსებულ დაკავების ოლქში მიზეზად მხოლოდ ეს წერია: საიდუმლო სტამბის საქმე. რა სტამბა იყო ეს? ვინ ფარველობდა ან კონკრეტულად რას ბეჭდავდა ლევან აბდუშელიშვილი სამწუხაროდ? არქივმა ამ საქმის სხვა დეტალები არ შემოგვინახა. თუ პირველ საქმეში ყველაფერი ნათელია, მეორე ანკეტა ნამდვილი ისტორიული თავსატეხია. ეს 35 წლის ტიმოთე ბაკურაძეა, დიდი, ხშირი წვერით და რაც მთავარი სამოსი. ის აშკარად სასულიერო პირის არაფორაშია გამოწყობილი და დიდი ალბათობით მღვდელია. წარმოიდგინეთ, ჟანდარმერიაში მიყავთ სასულიერო პირი. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ის დაკავება სერიოზული და დეტალურად აღწერილი საფუძველი ექნებოდა. მაგრამ ჩავიხედოთ მის პირად საქმეში. და აქ აბსოლუტურად არაფერი წერია. ცარელია წარმოშობის, ოჯახური მდგომარეობის და რაც მთავარია, დაკავების მიზეზის გრაფაც კი. სამაგიეროდ ოქში ზუსტად შეიტანეს მისი სიმაღლე 1 მეტრი და 79 სანტიმეტრი. აღწერეს მისი გულისებრი ტუჩები, ყვითელი ფერის თვალები და რაც ყველაზე კონტრასტულია, ამ პირქუშ საპოლიციო ფონზე ჟანდარმმა პირდაპირ დაუწერა ხიარული გამომეტყველება. რატომ დააკავეს და გადაუღეს ფოტოები ამ მხიარულ კაცს, ისე რომ ოფიციალური ბრალდებაც არ წაუყენებიათ? დიდი ალბათობით ის რომელიმე მასობრივი რეიდის ან არეულობის დროს აიყვანეს და პოლიციამ უბრალოდ პროფილაქტიკის მიზნით პოტენციური საფრთხის გამო შეინახა მისი თითის ანაბეჭდები. და ბოლოს ჩვენი მესამე გმირი, ეს 23 წლის დავით ხეიძეა, აზნაური სოფელ დინიდან. ის არც იატაკქვეშა მუშაა და არც მაგნატი. დავითი ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტია. ჟანდარმერიამ ის 1914 წელს ქუთაისში დააკავა, ოქმი დაკავების მიზეზად ფარული პარტიული მიმოწერა მითითებული. სისტემამ დეტალურად შეისწავლა 23 წლის ბიჭი. ანკეტაში შეტანილია არა მხოლოდ მისი ბარიტონის ხმა და მკრთალი სახე, არამედ მისი გარდერობიც კი. პოლიციელმა დეტალურად ჩაწერა, რომ მას ეცვა მუქი ლურჯი ტუჟურკა, ღია ლურჯი შარვალი და შავი ქუდი.